სტალინის ძეგლის დემონტაჟი პირველი საათიდან დაიწყო. მანამდე კი გორის ცენტრალური მოედანი გადაიკეტა. ტრანსპორტის მოძრაობის პარალიზებასთან ერთად ცენტრში გადაადგილება ფეხით მოსიარულეთათვისაც შეიზღუდა. დემონტაჟის პროცესი თითქმის 2 საათს გაგრძელდა. აღნიშნული სამუშაო შეპესე არგჩენ სტუდია 2002-ის თანამშრომლებმა შეასრულეს. მათი ინფორმაციით 700 კილოგრამიანი აზერბაიჯანული წარმოშობის ძეგლის მოჭრა არც თუ ისე რთული აღმოჩნდა. ძეგლის მოჭრილი ზედა ნაწილი ქალაქის ცენტრში რამდენიმე წუთის განმავლობაში გააჩერეს. ამ პერიოდის მანძილზე თვითმხილველთა რიცხვი თანდათან იზრდებოდა. გარკვეულმა ნაწილმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო. მოედანზე მყოფი მოქალაქეებიდან ძეგლის გადატანის წინააღმდეგ არავინ გამოსულა. შემთხვევით გავიგე, რომ ასეთი რამე ხდება და მე როგორც გორელი, როგორც აქაური მოქალაქე მომხრება, რომ გადავიდეს სტალინის ძეგლი, მით უმეტეს არცადაც არ გადადის მუზეუმის წინ, სადაც ალბათ იმისი ნამდვილი კუთვნილი ადგილია. რა თქმა უნდა, იქ მოდის ძალიან ბევრი დამთვალიერებელი მუზეუმის და იქვე დაათვალიერებენ ძეგლსაც. სტალინის ძეგლის დემონტაჟს თვალს ადევნებდნენ გორში სტუმრად მყოფი რუსი მოქალაქეებიც. რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ სამუშაოები კვლავ გაგრძელდა და ძეგლი ცენტრიდან გადაიტანეს. დემონტაჟის პროცესს ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზვიად ხმალაძის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულომ მიიღო კონკრეტული შეთანხმებების საფუძველზე. ხელისუფლებას უკვე გადაწყვეტილი აქვს თუ რა ჩაანაცვლებს ქალაქის ცენტრში სტალინის ძეგლის ადგილს. ამ ადგილას აღემართება რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული ჩვენი გმირების საპატივსაცემლო მემორიალი. რაც შეეხება ძეგლს, სტალინის ძეგლს, ეს შეთანხმდა ქალაქიდან ასადარგავა და ეს ძეგლი გადატანილი იქნება სტალინის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე. ვფიქრობთ, რომ ეს უფრო გაზრდის ტურისტების ნაკადს და უფრო საინტერესოს გახდეს. ასეთი რეაქცია ჰქონდა ქალაქის ცენტრში დილით მისულ მოქალაქეთა გარკვეულ ნაწილს, რომელსაც კომუნისტური პარტიის წევრები და ომის ვეტერანები შეადგენდნენ. ერთერმა გამოფიქლოვე, ეხლა სტალინს დახუცა ხალხი და უნდა მოიტანონ ის ძეგლი და როგორც იყო ისევ ისე უნდა დადგა. ეს არის ვანდალიზმი. სტალინს ებრძოდა გიტლერი, ტროცკი და ხრუშოვი და იმ კურსის გამგრძელებელი არიან ესენი. ეს კაცი მოიტანო დააყენო ნახა, გორელებს მიზამოხარ ცოცხლები. გორელებს უნდა გადაგიარენ ზედა. დააყენო ძეგლი და ვიამაყო ჩვენ გორელებმა ამ კაცს. თუ რა დამოკიდებულება გააჩნდათ ომის მონაწილეებს სტალინის კულტისადმი, გორის ცენტრში მყოფი ნებისმიერი ადამიანი ადვილად მიხვდებოდა. სტალინის ძეგლის გადატანას ისინი ჯერ კიდევ ამ იდეის გავრცელების პერიოდში აპროტესტებდნენ. მე ყველდილით რო დავდივარ აკა, მოვდივარ და პირჯვარ ვიწერ. ეს ძეგლი თუ არ იქნება, ჩვენი კი არა, მთელი საქართველოს ჩამოვა აკა. ეს იყო სოფლიო მასშტაბის გენერალის სიმუსი. ჩვენ წინააღმდეგები ვართ ყოველთვის ძეგლის გადატანისა, იმიტომ რომ აქ არაფერს არ უშლის არავის. ასეა თუ ისე სტალინის ძეგლის გორის ცენტრში არსებობა წარსულს ბარდება. ვისთვის რუსი გენერალი და ვისთვის მსოფლიო ბელადი. დარჩენილი ნაწილის დემონტაჟის შემდეგ უახლოეს პერიოდში ამ ტერიტორიას 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაღუპული გმირების მემორიალი მოიცავს.